შუა დღეა. ჰაით ხალხო. ჰაით თუით. გიდანახებედი. ყავასვამთ. გილოცავთ დღევანდელ დღეს. დედის დღეს. ამას არ გამოვაჩენ მარკას რომ ღმერთმა ბედნიერი დედები გამყოფოთ, ჯამთელები. გახარებულები და რა ვიცი. რა ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყოს თქვენთვის. გილოცავთ. ბედნიერი დედები ყოფილიყავთ, ბედნიერები დედები. ძალიან მაგრად საუბრობ ხალხ რომ. უფე. წაფრი ყავა არ ეს რომელი ყავაა? ჩემი ყავა არის? ოკეი. მაგარი. თხილი იქნება. არა. ეს იქნება, აი. ყავა. ესა? კარგია. ეს არის თხილი. ეს თხილის ეს არის. მე კაია. კაია. არ არის ეს თხილი. აუ, კრემბრულია ესა. წოინო სტოსაპარი. საჭმელი უნდა გავაკეთო. საჭმელი უღუწაიღურა. მართლა. რა კარგად ხრაშუნობს. რა? კომპიტი. ბომბონერი. ის აღებული ქონდა და ამაში იქნებოდა. არ მოყრილი ხო არ ქონდა. იქნებოდა. გამაგებინე რა. გამაგებინა იმ აკურებს როგორ იმას აშვება. ეწევა. აწერია შავი dark მუქი შოკოლადიო და არ არის მუქი შოკოლადის გემო. როგორ არა? დაწერია? Dark chocolate. მუქი შოკოლადი, შავი შოკოლადი, უნდა იყოს წესით. შავი რა დაწერია? არა, ძიანი შოკოლადი არის სხვა და შავი შოკოლადი არის სხვა. ცოტა მომწარო გემო რო აქვს. არა. ნახე შოკოლადის გემო. მაგის გემო არა აქვს. უკეთესია. ზურკარგია ხო ეს? კი. მაგის გემო არა აქვს. ხო რა მიძახს კაი. არა. მინდა ქაღალდანდა. გემოიე. კაი ყავაი. გემრიელი ბომბონერია. აუ როგორი ჯვირი და ეს ადრე. ეხლა რა ხიზედა? რა ჯვირი დაადრე? ჯვირი იყო. რაც ხიდა და ჩქარია. მაგარი გარო იძახი. ზოგადად ბომბონერი ჯვირი იყო. ბომბონერი არ ქვია, ბამბანერი აქვია. სედრასი გონი ხოლმე. ბომბონერი არა ისინი. ამასაც გა. ბომბონერია მაგრამ არის. მე იმას კი არ ვიძახი არ არის ნაჩვარი. აი ეს. სპონსი კარტი. ძიენია. კრემ ბრულეა ეგ. აწერია ზეთ. რომელი რა არის?
ეს არის თხილით. რა? კიდე უნდა იყიდო? როგორ მოხდა მე ყავას მივატანე? კარგია დებო. მე ყავას მიტანებ, მე პირველი როგორ არა? პირველი ყავა უნდა დავლიო, მე მივატანო. როგორ უწოდე ეს დღეს? გაიხარე. უნდა გააკეთო საჭმელი, ხო? ბალე მე გეცხოვა ჩაგვეწერა. ხო, მიდი გამოსწე და მე შეჭრე. უნდა გავატარო სადაც ბიბლიაში ისაღამ. ეს აღარ მქონია ისა. რა? სუნელი ვაკეთ ის. მე გაუკეთე ხო და. მოვედით ხალხო კიდე. ეთელი ყვავილი რა ვხრათ. რა გინდა მოდელი ყვავი? მოვედი პაპრიკა გავუკეთო ცოტას. კიო, გამინდა იცი. ნიორი რა თუნდა დედა? ეს ნიორი არ არის? ხო, მე რა ცოტა უნდა გავუკეთო ოდნავ. ხო, ერთი გახსენია, აბა ის მაინტერესებს ნივრის სუნი თუ აქ. ის მინდა. ხალხო რაღაცა მინდოდა და თქმა. აუ რა მინდა? აი ახლა მე ხორცს ვანელებ გუფთა უნდა გავაკეთო. მწვანილი და ხორცი. თავის თავს. ღორის ხორცი. თუ გინდა ძროხის ხორციც აურიეთ. მე უბრალოდ მარტო ძროხის ხორცია, ღორის ხორცი მაქვს მარტო. სხვა არაფერი არა მაქვს არეული. და ერთი კვერცხი მინდა გიო. ერთი ცალი თუ ორი ცალი. უნდა შეიკლას. ეხლა მე გუფთას ვაკეთებ ხალხნო. მე ამ ბურთულებს წყალი უნდა დავადგა. ეს არის ხორცის საკმაზი. ფარშის. ხორცია, ფარშია რა მნიშვნელობა. ფარშის საკმაზია ხალხნო, ეს უნდა გაუკეთო ეხლა ამას. კოზი მიდი მომეცი ხორციანი კერძებისაც არის იგი. ხო, კი. ისიც უნდა ვიყიდოთ ხოლმე. ხო, ოსტრისთვის და იმისთვის კაია. ხო. მაგ ისა საოსტრი. ცოტა ბრინჯი. აქ ხალხნო გარეცხილი მქონდა ეს ბრინჯი ჩაყრილი. იმიტომ რომ ის არის რა ქვია. და აქ მაგიდაზე გადმომებნა. გასარიცხი არ გეგონოთ რომ გასარიცხი გაუ. და ისევე უკან გავაშრე და უკან ჩავაბრუნე. მაგიდაზე გადმომებნა. ხო, დედი მოაჭერი. ოღონ ისე მოაჭერი რომ სუნთლად ის არ გადაჭრა. ჩრუ ჩავკეტო. არა, იმას არ გადაჭრი, აი აქედან გადავჭრი. ეს მე ისინი არ ვიფედე. რაი? ხო. ხო. ქარი არის მაგარი? ცოტა მაგარი თუში. იქნება ტალახი ააშოს. ჯობი რაღაცა საჭმელი აღარა გვაქვს ბუ. რა ვიცი, იქნება გახვდეს იმანთი ცოტა მოგწის. არა, საჭმელი აღარა გოგიორდი და არა, ესეთი ძაფრის სუნი აღარა აქვს, არა აქვს ამას. არა, დედა ეს ისეთი ძაფრი არ არის. ცოტას გავუკეთე ბევრია. ცოტა გავუკეთე, ხო? გემო როგორია კიდე? ჰათქინდა არ გალოვკო. გემო გავსინჯო. ხორცის არა, გემო. ფარშის საკმაზი. პაპრიკა საყიდელი მაქვს თუ მაქვს პაპრიკა აღარ ვიცი საყიდელი მაქვს უნდა ვიყიდო და ნივრის დავკეთე. ხო დაყარე იქ. ხო, ნივრის სუნელი, ისა ნიორი. დაბქული ნიორი. მიდი მარილიც მომეცი ბარემ რა. დააჯინე რა. ხამას დაარგულებ ესე მგლად, ოდნოცზე რა. კვერცხიც მინდა ერთი ურცალი კვერცხი მინდა რა. მე მექსიკური სუნელი საყიდელი მაქვს. ისე გაუთლელი უნდა გავაკეთოთ მექსიკური. გაუთვლელი უნდა გავაკეთო. სხვათა შორის მექსიკური იცი რა მინდა გავაკეთო. მარილი. მე რო გავუკეთებთ იმას. რა ქვია? ორი კვერცხი. მექსიკურს ისიც უნდა გავუკეთო.
რა ქვია იმას გამავიწყდა რა ე რა ქვია იმ სუნელს გამავიწყდა პიცას რო უკეთებენ ხოლმე ხალხო ორეგანოც ხო ორეგანო დააყარო ცოტა მექსიკურის ისა და მე ორი კვერცხი соуси უნდა გააკეთო იმისი მაიონეზის და იმისი და მაგას მიატანო ხო კი გიორგი, სუდნო ფქვილი რაც არის, სუდნო მომეცი, სუდნო. ქვილი რა დგინდა სუდნო მომეცი უნდა შეიკრას ეს დედა, თორე არ ბრინჯი შეიკრას. არის მასავს სუდნო. არა, ფქვილში არ უნდა დავამგვალო, კაცო, რა მინდა ფქვილში დამგვალეება. სუდნო მომეცი დედა. არის აბა პატარა ის იმაში არის, ცოტა გამაქრებდი. ოდნა მინდა, ბევრი კი არ მინდა. მე ვიყიდოთ ეს ქვილი თან ეს კაი ქვილია სხვათა შორის სუდნო მინდა, ბევრი კი არ მინდა. აუცხვილი მაგ გაჭედილი იმ რაღაცა ისურვა შესასუნთქი ხო იცი ვიეტნამის ვაზის სუნი რო იმ დღეს შეისუნთქე თავი ამატკია არა დედა, არა გატკიებს, უბრალოდ ეს მაგრა შეისუნთქე და იმიტომ. ოდნავ ესე ქენი და ვსიო, არა გატკიებს, ეგ პირიქით თავის ტყივის შველის. მე თავი ამატკია მე რა ვიცი აჰა. მაგას მე მასიებს ყველაფერს უკუმაქტივია ესე შევანელი, ეხლა ამას დავარგოლებ ხალხო. მერე დავჭრი ხავს, მოშ იმას ხნი რა ქვია, წყალს დავადგამ. ამე ბურთულებს მოხარშავ და მერე შევკაზმავ. ცოტა მოგვიანებით ავიდეთ გიორგი. ხო. ჯერ ამეჩქარება. იმიტომ რომ ისა წყალი მაინც შესაძლებელი აღარ აქვს ხო და დაყრეთ უძვა დაუყრი და კი. იქნება ის გააკეთოს შეჭედო. დაიჭედა მაგას არ ამბობს ჯერა დაწყებულა და უკვე გაიჭედაო და ფინა. ფინა. თამაზამ თუ შემოვიდა დატოვე აღარი წვალო მე გავაკეთებინე თან გოჩა მოვიდეს როცა რაღაცა ხო. იყო დატოვე რა. დანგრევას კი არა თან წვალო კიდეც მიდი ხო უიმე ეს რანაირად თმიდგას მეთქი რატოა ეს გლახად ბოლომდე გაშლილი კი არისო ვიღაცა მახსენებს
დედა იმას მივწერე წეღარ რა ქვია გუშინო თქვი იქ დარჩა თქო დუბაიშია თქო ის არის ოქ მივწერე როგორ ხარ თქო და კარგად შედარებით სიმშვიდეაო დღესო წეღარ მივწერე და არ ვიცი როდის გამოფრინდება ეგ არ ვიცი თო ჯერ შინელი დრო არის საშინელი მალე მოგვარდება მალე ისევე სასტუმროში ვარო ისევე სასტუმროში ვარო კარგად იყოს და ხო ვარდნა აეროპორტში იყო იმ დღეს ეგ ვიცი რომ აეროპორტში ჩამოვარდა ნამსხვრევი მე მგონი ეგ კი ვიცი მაგრამ მაინტერესებდა მეთქი რა ხდება რა ვიცი ახალიც არაფერი დადებულა ჯერ იმდენად მოაბრუნე აქ ცოტა იღება ასე ვიწრო ჩანდი შეოხერო ბიზნესი რომ მქონდეს თქვენი ცეცხლი რა ჯანდაბათ მინდა აი ხალხო საღებავია იგერ მიდევს აი და ვერ მივახტი იქამდე რომ შევიძებო აი მე ხალხო ვეღარს ვთქავ გავიყენე წვისში აი ეს რა გრიპი შეხვდა რა ჯანდაბა არის ამნაირი გამოვუხდი ერთ მომწერე კიდე ერთ გამომწერება მოგესალმები რავად ჩემსავით უნდა შეგხვდეს შენ ყოველი მასე ისე ხო არ დამთავრდება რომ რაღაცა არ შეგხვდეს რავად ჩემსავით უნდა შეგხვდეს შენ მართლა უღუნთ ხალხო ხუმრობის გარეშე მართლა ის არის აგო მეც ყოველდღე ხვდება ისე რომ გორავი დამთავრდება მე რო არ ამოცადო ხო რაღაც ახალი ვირუსი თუ შემოვიდა უეჭველი მაინც და მაინც მე უნდა შემოხდეს ღმერთმა დაიფაროს და ზოგს დღემდე კორონა არ აქვს გადატანილი და მე სამჯერ გადავიტანე ხალხო შენ რანაირად რანაირად ხო ხმა ის ქონდა პირველი კორონა იმდენად ლაითად ხო მაგრამ რა ლაითად რანაირად კი ვიყავი ცუდად მაგრამ ხმა არ ჩამოვარდნია მაგრამ მესამე და მეოთხე მეორემ და მესამემ ხმა ჩამიგდო თუ აღარ ლაპარაკობ დღემდე რო გავციდები მეშინია მეთქი ხმა არ ჩამივარდეს თქო YouTube-ს რო ხმარე ყოს კონდეს უი დედა რა გაქვს YouTube-ს რო ხმარე იქნება ჟესტების ენა უნდა ვისწავლო ალბათ მე დედა ეხლა ამაზე მის თამაშს არ მოვიშვები სანამ სადღაც არ გავიყრი რამდენზე ვარ თქიო ის უნდა მიაბა ხო 16-ზე ხო უნდა მივაბა ის 6 წუთია თუ რაღაცა მდენი ცოტა არის ახლა მიქვაბით წყალს დავადგამ ხალხო რა ვიცი ხალხო ეს ახალი ვირუსები ჯერ ხილუნტერს ებრძოლე და ახლა უხილავს კიდე
ხო მართლა ახლა გამახსენდა კიდე. იმ დღეს ამდენი ენები საიდან იცი გამაგებინეო. ჩემ შულს ვერაფერი ვერ ვასწავლიო და მე ვსწავლობ იმასო რა ქვია. გერმანულს ვსწავლობ. გერმანიაში ვარო და გერმანულს ვსწავლობ და არაფერია ჩამდის იმაშიო რა ქვია. ტვინშიო. და საიდან რანაირად ისწავლიო და ჩემი ვსწავლობ, მე რა ვიცი. მეც არ ვიცი. აქ მიდრეკილება და ადვილად ვითვისებ ხალხს, ნუ. აი ახლა ჩინური სწავლა დავიწყო, ცოტა ხანში მეწოდინება. არ ვიცი, ეგეთი ისა მაქვს. ალბათ ნიჭი მაქვს ეგეთი თუ რა მჭირს არ ვიცი. რუსეთითებში რომ ეგამომიყიდა ამ პატარა რომ ხლა გამორიცხილიც არა მაქვს ტვინი. ტვინიკოსა არის. ხალხო დღეს აი წეღანა თქვენთან ერთად ყავახუდავლია. ჯერ ზევიდავლია იქა. იმაში რა ქვია. სამსახურში რო ვიყავით. სამსახურში. ჯერ ეგეთი ჭიქა. მე წამოვედით ჩემი ნათლუდის დედა ცხოვრობს მანდ სადაც უნდა იმას აქვს. ხო, ახლოში. ავიაროთ, აქვე რა. ხო. ახლოში. ჩვენი ნათესავია რა ხო. თქმა უნდა. ის გამოვეპარეთ ჭიშკარი ღია დატოვა. რო სპეციალურად შემოვლენ რაღაცაზე შევედიო, რა ვირაზე შემოვიდა. მე ვიცი რაღაცაზე შევედიო, ხო. ხო. ყავა უნდა გამეკეთებინო, სანამ წყალი დავადგიო და სანამ წყალს დავადგამო, ჩამოივლიან და იმას ჭიშკარი ღია ქონდა, მაგრამ არ შევედით. ჭიშკარი დაუტოვებია ღია. არ შევედით. ხო, არ შევედით. ვაი მე რა ლამაზია. დაანახე დედა ის ყოფ. აი, წადი შენ რეები მიყიდე. ის არის აქვე, ხო და მოყვე თითქოს. ისეთი ლამაზი მტრედია, იმას თვალს ვერ წყვეტა ხალხო. ის არის. ხო. გაუტოვებია ღია. ზემოდან რო იმას აქნა რა ქვია. დაგვიძახა რომ ეტყობა გვითხრა შემოდითო და დედაჩემ აუწია ხელი. ხელი აუწიეთ, ხო და ეგ გვეგონა რომ გამარჯობა გვითხრა. ჩამოვწდით და იმ ხელახმაზე დაგვიყვირა ხალხო, შენ სადგამე პარედო იმ ხელახმაზე დაგვიყვირა. სად იპარები? სად იპარები? სად მიიპარებითო? იქაც ყავა დავლიეთ. მე აქ მოვედი. აქ მოვედი, ყავა დავლიე. ახლა კიდე ჩემ ბიძაშვილთან ახლა კიდე ბიძაშვილთან იყო ყავა დალია. იქაც ყავა ჩავცეცხლე და ჩავნავ. ხო. ხანდახან ხალხო ისე ვარ დღეში შეიძლება 500 დავლიოთ. ხანდახან სულ არ ავსო. ჩავნავთე და ჩავნავთე სულ და დღეს რა ვიცი რანაირად ვიქნებ თან წნევის წამალიც აღარ მაქვს აღარც ერთი მადმილდევს დედა სამივე წამოიღე დუხიც მაზიც აი მე რა გაისუნია ხამას ხაფრო სუნამო ჩემო შვილმა მიყიდა რაღაცა ის ღამის მაზია მალამო რა იმის რა ქვია დამატენიანებელია ეს არის ის შრატი ხო მე სერუმს ვეძახი ხოლმე რა ვიცი მე თეთრია ოღო თეთრი ფერია შრატი ხო შრატე თუ შრატი რა ვიცი შრატე ქვია თუ შრატი ოღონდ ამასახურავი არა აქვს ეს ევროპული ის არის რა ქვია სუნამო ევროპულებია ევროპული სუნამოა და სახურავი არა აქვს ის ქონდა მოვაცალე მე გავსინჯე ხალხმა უცოდ მოადღლი რა ეს ქონდა აი ესა რაღაცა ქონდა და ის არის რა ქვია რა ქნა ახლა რომელ ყოფში გავაკეთო ეგა მოადღლიზა ახლა რომელი მაგ ხორცი რომელ ყოფში სხვათა შორის კაცების დღე რო იყო მეც გამიკეთა ბებია ჩემასაჩუკარი არაბული სუნამო მიყიდა გაჩვენებ მოიცა მოვიდე ბებომ გაუკეთა სურპრიზი მოვალ ეხლა ხალხნო მოერთა წამოვედი კაცო
აი ეს ხალხო. აი პოწერია გერ არაბულად რაღაცა. ამით გავაკეთო თუ მეორე ყვებით გავაკეთო. რა ვიცი. ჰა? რა ვიცი. მე საჭმელი საბიჭარია და თავი მდგიო. თავი მდგიდე რამდენი ყავის განაპარა. 1.500.000 ჭიქა გაქვს დალეული და იმას თავს აბარა. აი ხახრო ეს უნამოს გარეშე სამსახურშიც კი არ დავდივარ. აფრქოს უნამოს სუნსთან. სადუღდეს ხალხნო. ხალხო წვერი მაქვს გასაპარსი. ესენი უნდა ჩაყარო მაგ წყალში რა დუღდება? კი. ზოგი კარტოფილითაც აკეთებს ხოლმე? იმას მაგას კარტოფილს უშვება ხოლმე, მაგრამ მე არ მიყვარს კარტოფილი. გუფთა. 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 უდიში დიო. ლამის მაგიდაზი გადამოდი. აი ესე უნდა ჩავყარო ესენი. გუფთა. ხახა ხუნდა მე. ამ ბრინჯს შევდებ და მე ცოტას გავუკეთებ. მე ყავის ვიდეოსაც ნახავთ მიბაბამ გადავაბა მამას და ყავის ვიდეოს ერთად. ესო. და დედა. კიდე ხორავე მომწერა დე. არ ვიცი მოვიდა მე მგონი წაღარ. რაღაც რომელში მოვიდა მე მგონი იმაში ციტელში. 70 ტელეფონი გვაქვს სახში და რომელში რა მოდის ვეღარ გავიგე. მეა ჩვენი გამოწერია. რომელი? მომწერეს კიდე როგორ ყველა ფერზე აფიქსირებ შენ საზრსუ და სხვათა შორის ის არის ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. ყველას გვეხება ეს ყველაფერი. მარტო ერთს კი არა, ყველას გვეხება აბსოლუტურად. ისედაც ყველაფერი ის არის რა ქვია. თირკმლის ფასი ადებს ყველაფერს და ეს ომები და ისინი რო უარესად იმას აშვება მე. ეკონომიკაზე უწყავს პირდაპირ.
გიო რა მითხარ გიო? შენ არაფერი ხალხს ვერ უნდა. აი საჩუქრები ეგეთი საჩუქრები უფრო უნდა მიუტანო ადამიანს. მის მიუტანო რაღაც ან დაბადების დღეზე ან რაღაცაზე, ან სუნამო ან რაღაცაც გამოიყენებს. ყვავილები და ისინი არ მიყვარს ყვავილების ყიდვა. ყვავილების ყიდვა არ მიყვარს. მე თან ხო ალერგია მაქვს ყვავილების სახში ვერ შემომაგვაქვს. ხო და თან ალერგია მაქვს, თან ერთი ეგ. თან ძვირიც არის სხვათა შორის ყვავილები. იაფი გადაიხადე მანდა. იაფი არ გადავიხადე მაგაში, მაგრამ მე მიეჩვენია სუნამოები და ეგეთი რაღაცები უყიდო. ან ფული მივცე და თვითონ იყიდოს რაც უნდა, მაგრამ და სუნამოები უყიდე, მაგრამ საჩუქრის არჩევა ყველაზე მეტად მეზარება. აი მეგობარებსაც რო დაბადების დღე აქვს რომელიმეს. 1 საათი 3 საათი შემიძლია რომ საჩუქარი ვარჩიო. ეხლა ყველას გემოვნება უნდა გაითვალისწინოთ ამ ყველას, ხო? ისეთ რაღაცა სხვა მიუტან რომ რა არ იმასახნეს რა ქვია, არ გამოიყენო. ისეთ რაღაცას ვერც მიუტან გიო. ხო. ტანსაცმელი მიუტანო და ეხლა შეიძლება ზომას ვერ გაარტყა. რაღაცა ჩასაცმელი რომ მიუტანო. სუნამოც რთული ასარჩევია. სუნამოც რთული ასარჩევია კი. აი მე რო ისა რა ქვია. ტკბილი სუნამო არ მიყვარს. ზოგს ტკბილი სუნამო უყვარს, ზოგს არ უყვარს ტკბილი სუნამო და ზოგს მძაფრი უყვარს ძალიან. და რაც ძალიან მძაფრი სუნამო არ მიყვარს. მე ეგრევე რო ცხვირპიში ხვდება. ეგეთი სუნამოებიც არ მიყვარს. აი მე თვითონაც საკუთარ თავს რო საჩუქარი გავუკეთო რაღაცა. ძალიან ძნელად ვარჩევ. ესე კი ნებისმიერი რამ რასაც გაჩუქებენ ის არის რა ქვია. კარგია. ხალხს არ ეგონოს უგასარჩევს ბეთე. ხო. არა ზოგს შეიძლება ვიღაცამ დაიჯერ იმას აქნეს რომ არ გარეცხავ, მიიტანა რეცხავს. ხალხს რეცხავს, ცხავს მიიტანა. გასარეცხავთ. შეიძლება ვიღაცას ეგონოს რომ არ გარეცხა. ხო ისეთი კატეგორიის ხალხია რომ უნდა დააკონკრეტო ყველაფერი. კონკრეტული უნდა დაუსვა საკითხი. გონი ცოტა ხანში იმასაც მოგთხოვენ ადამიანს რომ აბაზანაში რომ შედიხარ იქაც გადაიღეო. არ გჯერა. რა ვიცი მე მაგ კატეგორიას ვერ გავუგენა. უკვე მე-4 წელი კი არა მე-5 წელი დაიწყო მგონი რაც იუთუბერი ვარ და მე ვერ გავუგე მაგ კატეგორიას. მაინც ვერ ჩავწვდი მაგათ ტვინი მანდე რა ქვია აზროვნებამდე. კი ბატონო ყველას ჩვენი აზრი გვაქვს. ეგ გავიგე მაგრამ იმას იტყვი, იმისი ხარო ამას იტყვი, იმისი ხარო ამას იტყვი. ხო, რაღაცას მოგაკერებენ ისე რომ აი მაგალითად ეს
ომზე ჩაწერე ვიდეო, ომი ხდება, ხო? და ვიდეო ჩაწერე. შენი აზრი გამოთქვი. იტყვი რომ ომი არ უნდა იყოსო, შენ ტერორიზმი გინდაო? ის არის რა ქვია. იმაზე იტყვი რომ ისინი არიან ცუდიო, იმაზე მიგაკერებენ? ამართლებო? რას ვამართლებ? მე როდესაც რაღაცაზე წერ ვიდეოს, ხო? მე ვამბობ ჩემს საკუთარ აზრს. არავის არ და მე არ ვეუბნები ვიღაცას, რომ ჩემს აზრზე იყავი მაინც და მაინც. და კიდე ეგ არ მესმის ომი როგორ უნდა გაამართლო? ან ერთი მხრიდან, ან მეორე მხრიდან. ცივილიზაცია უნდა მოაგვარო. ცივილურად უნდა მოაგვარო ის ყველაფერი. უბრალოდ მაგ ომებში და უბედურებებში ხალხო ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა. და მე ყველა ქვეყნის ეკონომიკებზე კაცებს ხო უთავს ერთი კიდე ეგეც. ყველაფერი ხო ძვირდება, ისედაც ძვირია და მე უფრო ძვირდება, ძვირად შემოდის. ნავთობი რო აიწევს თავის აიწევს ყველაფერი. ნავთობი აიწევს მე ირანული ნავთობი მით უმეტეს ირანში ნავთობს იმას აშვებიან. ირანიდანაც სხვათა შორის ბევრი რაღაცა პროდუქცია შემოდის ჩვენთან. ყველა ქვეყანას თავისი ისა აქვს, რა ქვია. ხო და ეკონომიკაზე ურტყანს. მე ძვირად შემოდის ყველაფერი. აქ შემოდის და მე ძვირად იყიდება. და კიდე რაზე მინდოდა თქმა. მაგაზე მინდოდა სულ ლაპარაკი სხვათა შორის. აი გუშინ წამომივიდა იქ თემა. ის გვაქვს. მაგრამ მინდა რომ ცალკე ვიდეო ჩავწერო ამაზე. ის არა ქვია. აი რაღაც ისინი იუსტიციის სახლები დაიგენი რომ ლამაზი გვაქვს. ლამაზი ისინი გვაქვს. ხო, ეს ჩავწერე. ეგ სხვა ვიდეოზე მინდა ჩავწერო. ეგ ის არა ქვია. კომენტარია თემა. ეგ ხვალე ჩავწერე. სხვა ვიდეო მინდა დავუთმო მაგას. ჩაწერი გიორგი თორ და გავიწყდება. აი ქცევის წესებზე მინდა ვისაუბრო. ხო, როგორ რასაც მე თვითონ ვაწყდები მაგაზე. მაგაზე მინდა ვისაუბრო რა. ეგ შემდეგ ვიდეოში. ხალხო მივტრიალდები და ჭუჭრებს დავარიცხავ. შემოატრიალე რამდენზე ვარ დედი? 35-ზე. რა ვქნათ? მეორე ცხარ გავაგზავნოთ. მეორე ვიდეო ჩავწეროთ. ჩავწერეთ, მიდავაი გავაკეთებ. და ყველა